მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საღამომშვიდობის ქალბატონ ნინო. ქალბატონ ნინო, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს? თქვენი ოპონენტების მსგავსად მე გულისხმობ ოპოზიციას. ფიქრობთ, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა არის გაუარესებული? უპირველეს ყოვლისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ხმამწუხარება გამოვხატო პოლიციელის დაღუპვის გამო. მივუსამძიმრო მის ოჯახს და ახლობლებს და ასევე დაჭრილ პოლიციელს ვუსურვო გამოჯამრთელება მაქსიმალურად სწრაფად. რაც შეეხება ვითარებას, ის რომ ქვეყანაში ვითარება გაუარესებულია, ეს არის ფაქტი. და მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველი 2 წლის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დროს ნამდვილად არ იყო ამდენი გაუხსნელი მკვლელობა, მით უმეტეს ისეთი ცინიზმით, ასე ვთქვათ, განხორციელებული, როგორიც იყო გნებავთ ვაზაგაშვილის მკვლელობა, გნებავთ ხარჯიანის მკვლელობა, ფიქრობთ, რომ უფრო დამძიმებულია ქალბატონ ნინო ამ მიმართულებით? ეს რა თქმა უნდა დამძიმებულია, ამ შემთხვევაში არ არის გამოძიება თავის სიმაღლეზე. ნამდვილად არის დანაშაული მომატებული, ეს არის ფაქტი და ეს ვთქვათ, რაც არ უნდა შეეცადოს ხელისუფლება, ეს არ დაიმალება და გარდა ამისა მე ვხედავ აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმს სამწუხაროდ. აბსოლუტურ არაპროფესიონალიზმს, როგორც ესე ვთქვათ, საგამოძიებო უწყებების მუშაობისა და ეს ძალიან ათლად ჩანდა თუნდაც მნიშვნელოვან საქმეებთან დაკავშირებით, სადაც ვთქვათ, იგივე პროკურატურა გამოძიება ძალიან სუსტ არგუმენტებს წარმოადგენდა და წარმოაჩენდა და აბსოლუტურ უსუსურობას ვხედავ პოლიციელის. ეხლა მე არ მგონია, რომ პოლიციელის შესახებ კანონში, ეხლა მე ნამდვილად თავს ვერ დავდებ, რომ ძალიან დეტალურად ვიცი ეს კანონი, მაგრამ რამდენადაც მე მახსოვს, საკმარისი უფლებები და მოვალეობები არის გაწერილი პოლიციელის შესახებ კანონში, რომ მსგავსი რამ არ ხდებოდეს. კი ბატონო, თუ რამე შესაძლებელია შეცვალეთ, მაგრამ არ ამგონია, რომ ეს იყოს გადამწყვეტი. გადამწყვეტი არის ის აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი, უუნარობა, რომელსაც ადამიანები ვხედავთ. ეხლა რაც მე გუშინ ნახე ტელეეკრანებზე ვარკეთილში ჩატარებული ოპერაციის სახით. მთლიანად მთავრობას და მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსაც. ეხლა გუშინ ტელევიზორი რომ ჩავრთე, მეგონა რომ ან ომი დაიწყო, ან უკეთეს შემთხვევაში ომს ყველაფერი ჯობია, რაღაც ტერორისტული ბანდა შემოგვესია, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და სპეცრაზმი უნდა, ასე ვთქვათ, გამკლავებოდა. ნუ ეს უბრალოდ სამარცხვინო იყო, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ძალიან მწუხვა რომ ამას ვამბობ იმ ბიჭებზე, რომლებიც სპეცნაზში არიან და ხშირ შემთხვევაში მართლაც უწევთ ისეთი საკუთარი თავის გაწირვა და ძალიან შიშ ოპერაციებზე წასვლა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელი არიან ისინიც იმდენად არაპროფესიონალურად იყო გუშინდელი ოპერაცია ჩატარებული. სიმწრით გაგეცინებოდა, რომ შეხედავდი 20, 30, 50 სპეცნაზელი, ზოგიერთი სკამზე ჩამომჯდარი, ზოგიერთი კი ესე ვთქვათ მობილიზებული, როგორ შედიოდა სახლებში და როგორ ესე ვთქვათ ატარებდა ჩხრეკას. ეს რა ოპერაცია არის საერთოდ უკაცრავად? ამ ოპერაციას წინ უნდა უსწრებდეს რაღაცა წინასწარი სამუშაოები, ელემენტარული რაღაცეები უნდა იყოს ჩატარებული. ხა მე ამაზე არც ვარ ამის პირდაპირ სპეციალისტი და არც არის ამაზე საუბრის დრო, მაგრამ გუშინდელ სპეცოპერაციას პირდაპირ ეთქობოდა აბსოლუტური არასერიოზულობა. ასეთი კრიტიკული პოზიცია აღარ გქონდეს თუნდაც ოპოზიციას თუნდაც თქვენ როგორც მის წარმომადგენელს, რა იქნებოდა მთავრობის მისამართი თქვენი რეკომენდაცია? თქვენ საუბრობთ უნარობაზე, საუბრობთ არასწორად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე და სამწუხაროდ ამ მთავრობისათვის დიახ, იმიტომ რომ მე მგონი ნებისმიერი პროფესიონალი შეგიძლიათ მოიწვიოთ ნებისმიერი პროფესიონალი, რომელიც სპეცოპერაციების ჩატარებაში, დამნაშავის დაკავებაში ერკვევა, ყველა გეტყვით, რომ გუშინდელი ოპერაცია იყო უბრალოდ სამარცხვინო საყურებელი, რაც შეეხება რჩევას ამ ხელისუფლებისადმი. მე არ მგონია, რომ დიდი აზრი ჰქონდეს, მე არაერთ გზის გამო მithქვა ამ რჩევა უამრავ საკითხთან დაკავშირებით, დაწყებული საგარეო პოლიტიკური, ასევე საშინაო პოლიტიკური საკითხებით, მაგრამ არც ესმით და კიდე რაც ესმით, იმასაც ვერ აკეთებენ იმდენად არაპროფესიონალი ბანკის ხეობასთან დაკავშირებით როდესაც თქვენ გადაცემას იწყებდით, დიახ, სწორედ ეს მინდოდა. მე თქვა ბანკის თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე არ დგას. სად არის მაშინ სახელმწიფო და რატომ არის საზღვარი სირიაში წამსვლელ ახალგაზრდებისთვის ღია? ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან? სახელმწიფო მოხელე თუ სახელმწიფო? დიახ.
სახელმწიფო ნამდვილად არ არსებობს, სად არის სახელმწიფო, როცა თქვენ მე მეკითხებით, უნდა გიპასუხოთ, რომ სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფო აღარა გვაქვს რეალურად, იმიტომ რომ ის რაც ხდება ძალიან ბევრი მიმართულებით, ამისი ძალიან ნათელი დასტურია, როგორც კი პირველი ნიშნები გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სირიაში იბრძვიან საქართველოსდან წასული ჩვენი თანამემამულეები ხელისუფლებას, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, უნდა ჩაერთო ისეთი მექანიზმი და ემუშავებინა ისეთი სტრუქტურა, როგორიც არის მაგალითად კონტრდაზვერვა, მე არ ვიცი საერთოდ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იციან თუ არა დაზვერვა, კონტრდაზვერვა რა არის და რა ფუნქციებს ანხორციელებს ეს უწყებები. ბანკის ხეობაში უნდა გაათმაგებულიყო მუშაობა და მე მინდა რომ ჩვენ ყველამ ნამდვილად ძალიან დიდი სოლიდარობა გამოუცხადოთ ბანკის ხეობის წარმომადგენლებს და ბანკის ხეობის უხუცესთა წარმომადგენლებს, რომლებმაც ასეთი შეშფოთება გამოხატეს, რომლებმაც თქვეს რომ ეს არ არის ჩვენი ომი და არავითარ შემთხვევაში ჩვენი ახალგაზრდები ამ ომში არ უნდა ჩაებან. ერთი არის რომ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც მიდიან ბანკის ხეობიდან ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან სირიაში ისლამური სახელმწიფოს გვერდით საბრძოლველად მათ ემუქრებათ პირადად სასიკვდილო საფრთხე და მეორეა რომ ისინი სამწუხაროდ ამ თავისი გაუაზრებელი მოქმედებით საქართველოს აყენებენ ძალიან სერიოზული დარტყმის წინაშე, იმიტომ რომ რეალურად ქვეყანაში შეიძლება ტერაქტების, ასე ვთქვათ, სერია დაიწყოს და საქართველოს შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული ამ პროცესში. ხელისუფლება რომ თავის ადგილზე ყოფილიყო ბანკის ხეობაში ეს მასიური გასვლა ახალგაზრდობის ვერ მოხდა. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა.